ევროპის ჩემპიონი ჭაბუკებში ქვედა ასაკობრივ კატეგორიაში. და გიგი ნონიკაშვილი გოი. ნონიკაშვილი შაბშანო ფინალისტი იყო ქვედა ასაკობრივ კატეგორიაში ჭაბუკებში მეორე ადგილი დაიკავა. ჭუჭუა შაბშანმა არ ყოფილა წინა სეზონში საქართველოს ჩემპიონატებზე, არც ახალგაზრდებში, არც ფოსტები არც ევროპის ჩემპიონატზე. შვიდი 2008 წლებში დაბადებულები გამოდიან აი ამ ტურნირზე, ანუ ისინი ვინც გაისად შესრულდება 2025-ში 17 ან 18 წლის ესეთი ასაკობრივი კატეგორია 17 და 18 წლამდელი. ჭუჭუა ნონიკაშვილი პირველი რაუნდი. ცოტა უსამართლოდ თუ შეუდიან ნონიკაშვილმა ისე გაუჭირდება. ჭუჭუას მომენტალური რეაქცია ყველაფერზე, ესეთი ელვისებური მოკლე დარტყმები აქვს და ფრთხილად ავი ნონიკაშვილი ჭუჭუას ყველა ბრძოლა ნახეთ ჩვენ და ის პირველად ნახა, გეცოდინებათ მისი სტილი როგორია. Чемпионат მაინც და მაინც საინტერესოდ ვერ დაიწყო ეს ბრძოლა. ნონიკაშვილი ფრთხილობს. დიდი აქტივობით არც ჭოჭბა გამოირჩევა ჯერჯერობით, ის კონჩეტების მოკლევია კლასიკური. მოგუშას ჭოჭბა დაიწყებს ყველა შეტევას, მეტოქე მაინც აიჩინა ესეთი მომლოდინე ტაქტიკა, ხა გადავიდა თითქოს ნონიკაშვილი შეტევაზე, მაგრამ მიიღო იმავე წამს დარტყმა. მოსკენ აფეთქდასავით ნონიკაშვილი მომეჩვენა რომ უარტყარა, მაგრამ შეეხო წინა ხელით ჭოჭბას შაფუց ვერ გამოვიდა მაინც ანახავი რაუნდი. შედეგები ვნახოთ. ჭოჭბა მოიგო 10-9.
ამაგებისთვის ეს საკმარისი იყო და ნონიკაშვილი მეტოქეს უთხრის ძალიან, ისედაც სერბების ჩემპიონია და ფავორიტი რა თქმა უნდა, აი ამ ფინალის და აი ამ ტურნირის საერთოდ შესაბამისად. ესე თავზე ხელაღებულ შეტევაში წასვლა ჯორჯოს წინააღმდეგ სახიფათოა. ჩვენ ვნახეთ ეს ამ ტურნირზე რამდენჯერმე. ახლა იქნებ რამე შეცვალა გორელებმა. გორელებს ყავდათ 3 ფინალისტი, გოგონებმა ორივე მოიგო და ყავთ ახლა მესამე. შემდეგი ფინალი ასეთი გვექნება აკაკი ბასარია 67 კილოგრამში შეხვდება ბათუმელ ნიკა ბერაიას. უცელი მომია დასული უნდა ქონდეს ახლა ნონიკაშვილს აი მარცხენა კამართან ერთ-ერთ საყვარელი დარტყმა ჯოჯოასი და ისე ძალიან მკვეთრი და ძლიერი დარტყმა აქვს. დავიდე ხიოჯვა მოარტყა ასო ისე ძლიერი მარცხენა მოუსინჯა კამართან ერთი დასმა გამოვიდა, ასე ისე ძლიერი ნონიკაშვილს, მაგრამ შეეხო მე მეტოქის ჩამხუც მის ხელთათმანი. შემდეგ რაც გაიბრძოლა ნონიკაშვილმა ისე ზედმეტად ტაქტიკური გამოვიდა ეს მოთამბზოლა, არც ისე სანახაობრივი, მაგრამ ესეთი მოცემულობა გვაქვს. მაგრამ უნდის დასასრული. მაგაც ალბათ იგივე შეფასება იქნება. ათი 9 ესეც სანახაობრივი გამოვიდა შოჯუაუს ბრძოლა, ესე ძალიან აგრესიული მეტოქე ჭირდება. და ამ შემთხვევაში ჯოჯუას დიდი სიამოვნებით უდევს, არ არის მარტო კონჩეტები, შვენიერი დაწვის პატაპამია და შეტევაში სიამოვნებით გადადის, თუ მეტოქე ამას აიძულებს. აქ ნონიკაშვილი ზედმეტად ფხილობს და ვერც გამომტყუნებს, იმიტომ რომ ნებისმიერ მომენტში ძალიან ისე ძლიერი დარტყმა შეიძლება მიიღოს. უცით 18-ია აქ, აქ არ მოხდება სავარაუდოდ 99% 5-0 იქნება ჯოჯუას სასარგებლოდ ის გახდება
საქართველოს ჩემპიონი და გორელები ამთავრებენ ახალგაზრდულ ნაწილს, 2 ოქროს მედალი ჰქონდათ მათ გოგონებში და 1 ვერცხლი ექნებათ კაცებში. რა ხდება აქ? შემდეგ ექნება დაჯილდოება ბოლო 3 წონის და შემდეგ აკაკი ბასარიასა და ნიკა ბერაიას ფინალი. სამძოლო დგომშია ბოლომდე ჭაჭუა ესეთ ხელები არ გამოუშვია და საცეკვაო მოძრაობები არ დაუწყია, ისიც აფასებს მეტოქეს, როგორც ხედავთ და სრული კონცენტრაცია აქვს მასაც. Anjuna moatra. Sviadma. შემდეგ მარცხენა პირდაპირ ზუსტი იყო ნონიკაშვილის. რაც ფინალები ვნახეთ, ამ ყველა ფინალის მონაწილეები და ყველაზე ნაკლებად იმოძრავა ჯოჯოა, მაგრამ დღეს აი სცენში დგას. ზედმეტ მოძრაობას არ აკეთებს, ზედმეტ ენერგიას არ ხარჯავს, არ ჭირდება დამაჯერებლად იგებს. აი, გაჩაღდა აქ. გაცვლა დაწყმების მარჯვენა პირდაპირი და მარცხენა მუცელში საყვარელი კომბინაცია არის ზუია ჯოჯოასი. თან არ გაუშვიათ, ჯოჯოა გაუშვეს იქ ფორმის მოსაწესრიგებლად, მოსდები ჩამხუდის თუ კამერის ხელთათმანს. იწურა მესამე რაუნდი, ჩვენ ამის შემდეგ გავდივართ დაჯილდოებაზე, მესამე პრიზები შეგახსენებთ. არტემო ბაბიძე ჭიათურა და საბამ ჭედლიანი მესტია. ვერცხლის მედალი გიგი ნონიკაშვილი გორი და ოქროს მედალი ზვია ჯოჯოა, როგორც მოსალოდნელი იყო. ზვია ჯოჯოა არის საქართველოს ჩემპიონი ახალგაზრდებში. პირველად სხვა შორის მესამე რაუნდშიც ისეთი სამგატოლე